ადამიანს, რომელსაც ახლა თქვენ უყურებთ, არ შეეძლო მეგობრების გაჩენა. ან წრეში და ჯგუფში, სადაც იქმნებოდა სკოლაში ჯგუფი, ან რაიმე სხვა აქტივობები, არ შემეძლო რომ საკუთარი აზრი დამიფიქსირებინა, მქონდა მყარი დამოკიდებულება, ყოფილიყავი თავდაჯერებული და ასე შემდეგ. ადამიანი, რომელიც წვეულებებზე საერთოდ არ დადიოდა და თუ დადიოდა, ის არ იყო ადამიანი, რომელიც იყო ავთენტური და თავდაჯერებული. ეს ყველაფერი იყო იმის ბრალი, რომ მე არ მქონდა საკუთარი ხირებულება, არ მქონდა თავდაჯერება და შესაბამისად არ ვიყავი თავდაჯერებული. გამარჯობათ მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სივრცეში. მე ვარ ეკა და დღეს ჩვენ განვიხილავთ თავდაჯერებულობის მეორე პრინციპს, რომელიც გულისხმობს ალტერნატიული ეგოს შექმნას. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ თუ პირველ რიგში რა არის ალტერნატიული ეგო, შემდეგ როგორ შევქმნათ ის და ბოლოს მოგცემთ დავალებას სახლში, სადაც უნდა ივარჯიშოთ და აუცილებლად უნდა გააკეთოთ თუ რეალურად გსურთ ალტერნატიული ეგოს შექმნა და პირველ რიგში თავდაჯერებულობის ამაღლება. ალბათ დაახლოებით მივხვდით თუ თვითონ სიტყვები რას გვეუბნება, ალტერნატიული ეს არის ალტერნატივა, ანუ სხვა ვარიანტი და ეგო, როგორც იცით, ყველა ადამიანს აქვს ეგო. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმ პიროვნების შექმნას, რომელიც არ არსებობს. ანუ როგორც ვიცით, ჩვენ გვაქვს ერთი ეგო, ანუ ეგო გვაქვს, როგორც ეს მეორე ეგო არ არსებობს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ეგო შევცვალოთ. ანუ ორის ერთად გამოყენება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია გამოვიყენოთ ერთი ერთ მომენტში და მეორე სხვა სიტუაციაში. პირობითად მე ვარ ეკა და შევქმნა სხვა ვარიანტი ეკა. ეს არის ალტერნატიული ეგო. უფრო დეტალურად ავხსნათ, თუ კონკრეტულად რას მოიცავს, ანუ რას ნიშნავს სხვა პიროვნების შექმნა. ჩვენ ვქმნით იმ ადამიანს, რომელიც ჩვენ გვინდა რომ გავხდეთ. ყველა ადამიანს აქვს სურვილი. ადამიანის სურვილის გარეშე ვერ ვითარდება, ვერ აღწევს ვერაფერს, განვითარების საშუალება აქვს ნული, იმიტომ რომ მას მოტივი და სურვილი არ აქვს. მაგრამ ადამიანი ბუნებრივად სურვილით არის აღჭურვილი. ამიტომაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ თუ ის მეორე პიროვნება ვინ იქნება. ახლა კი მე თქვენ მოგიყვებით ერთ პატარა ისტორიას, რომელიც მე სტატიაში წავიკითხე და პირდაპირ გულისხმობს, რომ ამ ადამიანს ჰქონდა მისი ალტერნატიული ეგო. ეს ადამიანი არის მერლინ მონრო. სტატიაში არის მოყოლილი, უფრო სწორედ სტატიას ყვება მისი მეგობარი, ახლო მეგობარი. ის ყვება მერლინ მონროზე, რომ ის მერლინ მონრო რეალურად არასოდეს არ ყოფილა. ეს იყო მისი მეორე პერსონაჟი, რომელსაც ირგებდა. ნუ ეს ხომ რა თქმა უნდა ცხადი არის, მაგრამ მე ვაკავშირებ ამ ყველაფერს ალტერნატიურ ეგოსთან, იმიტომ რომ ყველაფერი პირდაპირ კავშირშია, ეს იქნება სახელი, ჩაცმულობა, ქცევა. როგორც ისეთ მერლინ მონრო არის ფსევდონიმი, ეს არ არის რეალური სახელი, ეს არის გამოგონებული სახელი. და მოკლედ მოვყვები ესეთ ისტორიას, სადაც მისი მეგობარი პირობითად ანა ქვია, არ ვიცი ზუსტად რა ქვია, ანა ყვება მასზე, ნორმან ჯინზე, რომ ის იჯდა მასთან კაფეში და ვერავინ ვერ აჩნევდა მას. იმის და მიუხედავად, რომ იმ დროს ის იყო ძალიან პოპულარული, სახელი მოხვეჭილი ჰქონდა უკვე და ესე რომ ვთქვათ, პოპულარული იყო, მოკლედ ცნობილი იყო ძალიან, ვერავინ ვერ ამჩნევდა მას. რატომ? იმიტომ რომ ის იქ იყო ნორმან ჯინი. ის არ იყო მერლინ მონრო იმ მომენტში. და ნორმან ჯინმა უთხრა, რომ მოდიოახლაო ცოტათი გავერთოთო. და მერლინ მონრო გავხდებიო და როდესაც
უბრალოდ სანამ გამოვიდოდა კაფიდან, ნორმან ჯერი იქამდე მელინ მონროს დამახასიათებელი კატის თვალები გაიკეთა, მაკიაჟი. და მან შეიცვალა მისი ხმის ტემბრი, მისი მიხრა-მოხრა, ალბათ გეცოდინებათ მისი სიარული, მისი დგომა და როდესაც ის გამოვიდა კაფედან, დაახლოებით 2 წუთში ხალხის ალყა შეგროვდა და მელინ მონრომ მოიქცა ხალხის ალყაში. რატომ? იმიტომ რომ მან რამდენიმე წუთში შეიცვალა. ის გახდა მისი ალტერნატიული ეგო. ამ საკითხთან დაკავშირებით მახსენდება უზუსტესი მაგალითი, რომელიც აღწერს ჩემს საკითხს ალტერნატიულ ეგოს. ეს ცნობილი ადამიანი არის ნორმან ჯინი, ფსევდონიმად მელინ მონრო. წავიკითხე სტატია, რომელიც დაწერა მისმა ახლო მეგობარმა და ესეთი სათაური იყო, რომ სახალისო ფაქტი მელინ მონროს რეალურად ნორმან ჯინის შესახებ. მოკლედ, ეს ორი გოგონა, ეს ორი ქალბატონი იყო კაფეში. ამ პერიოდში მელინ მონრო უკვე ძალიან ცნობილი იყო. მაგრამ როგორღაც ნორმან ჯინს, უბრალოდ მელინ მონროს ვერავინ ვერ ამჩნევდა. ამ დროს ნორმან ჯინმა თავის მეგობარ ანას უთხრა, რომ მოდი ცოტა გავხალისდეთო. მან საპირფარეშოში შეისწორა მისი მაკიაჟი, გარდაესახა მელინ მონროთ. მან თავისი მიხრა-მოხრა შეცვალა. მან მისი ხმის ტემბრი შეიცვალა, მან მისი დგომა შეიცვალა. როდესაც ისინი კაფედან გავიდნენ და უკვე კაფედან მალევე დაახლოებით 2-3 მეტრში ხალხის ალყაში მოექცა მელინ მონრო და არა ნორმან ჯინი. და რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მან რამდენიმე წამში, რამდენიმე წუთში პირობითად გადაიქცა მის ალტერნატიულ ეგოც. ყველაზე მაგარი ალტერნატიული ეგოს ის არის, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიქცე ის, ვინც გინდა. ნორმან ჯინს ქონა მისი პერსონაჟი, ძალიან მაგარი პერსონაჟი, რომელმაც წარმატება, აღიარება, ცნობადობა, სიმდიდრე მოუტანა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს მაგალითი არის უზუსტესი ალტერნატიული ეგოს დასანახად, თუ რას ნიშნავს ალტერნატიული ეგო, რომ ნებისმიერ წამს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში შეგიძლია გახდე ის, ვინც შენ გინდა. ალტერნატიული ეგოს მიზანი სწორედ ის არის, რომ გახდე ის, ვინც გინდა. ახლა კი ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, სადაც განვიხილავთ ეტაპობრივად თუ როგორ შევქმნათ ჩვენი ალტერნატიული ეგო. ამისათვის კი უნდა მოვამზადოთ საწერ-კალამი და ფურცელი. ან შეგიძლიათ ვიდეო შეინახოთ, იმიტომ რომ ცოტა სწრაფად უნდა გავიარო ეს ეტაპები. და დაასტოპეთ და როდესაც მზად იქნებით, რომ იმუშაოთ თქვენს ალტერნატიულ ეგოზე, ალტერნატიული ეგოს შექმნაზე, მაშინ დაუბრუნდით ამ ვიდეოს. მოკლედ, მე დავიხმარებ ჩემ ბლოკნოტს, სადაც მიწერია ეტაპები. მინდა ვთქვა პირველ რიგში ის, რომ ძალიან ბევრი ეტაპი აქვს და ძალიან ბევრი საკითხი აქვს ალტერნატიული ეგოს შექმნას. ამიტომ ვისაც რეალურად გაინტერესებთ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში ალტერნატიული ეგო პირობითად. ან მაინტერესებს ყველა ეტაპი ალტერნატიული ეგოს შექმნის და მე გამოგიგზავნით ან კომენტარებში ავტვირთავ. არ ვიცი როგორც გირჩევნიათ. პირველი ალტერნატიული ეგოს შექმნის პირველი ეტაპი, დაიმახსოვრეთ, არის იმის გააზრება, თუ რატომ გვინდა შევქმნათ ალტერნატიული ეგო. რა თქმა უნდა, ეს ვიდეო ემსახურება თავდაჯერებულობას, ამიტომაც შესაძლებელია იყოს, რომ თქვენ გინდათ რომ იყოთ თავდაჯერებული, როდესაც სხვა ადამიანებს ესაუბრებით, როდესაც თქვენ უფროსს ესაუბრებით, როდესაც სპორტულ მატჩში იღებთ მონაწილეობას. არ ვიცი, ძალიან ბევრი
მიზეზი შეიძლება იყოს ამის, ან როდესაც თქვენ უცხოეთში გადადიხართ და გინდათ რომ კონკურენტული ადამიანი იყოთ, ან კონკურენტული რესურსები გქონდეთ და ეს გამოიყენოთ თქვენ სასიკეთოდ. ამიტომაც პირველი ეტაპი და ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ რეალურად მიზეზი არ გაქვთ ალტერნატიული ეგოს შექმნის, სხვა ეტაპები ჩვენ უკვე აღარ გვაინტერესებს. ანუ თუ ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს, თუ ჩვენ გვაქვს თავდაჯერებულობა, თუ ჩვენ ვიცით როგორც უნდა მოვიქცეთ ცხოვრებაში და ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა გვაკმაყოფილებს, ჩვენ ამ ვიდეოს აღარ ვუყურებთ. აღარ იქნება უბრალოდ საინტერესო. ამიტომაც პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ღრმად უნდა გაიაროთ, უნდა დაფიქრდეს და ხო, უნდა თქმა დამოვიწყდა რომ როდესაც თქვენ დაიწყებთ და მოგინდებათ ამის შექმნა, ალტერნატიული ეგოს შექმნა, აუცილებლად უნდა იყოთ მარტო სიჩუმეში, არ უნდა შეგაწუხოთ არავინ, იმიტომ რომ პროცესში, როდესაც უკვე ყველაფერი კარგად მიდის, ესე რომ ვთქვათ, რთული არის მე იმ პროცესზე, ზუსტად იმ პროცესზე დაბრუნება, ამიტომ აუცილებელი არის რომ ესე რომ ვთქვათ, არავინ არ შეგაწუხოთ. მესამე ეტაპი ეს არის თუ განსაზღვროთ რა ხასიათი აქვს მას. მაგალითად ის არის კეთილი, გულუხვი, მშვიდი, გაწონასწორებული, ზრდილობიანი, შრომის მოყვარე. თუ როგორი ხასიათი აქვს ამ ადამიანს. აი იმ ადამიანს, რომელსაც თქვენ ქმნით, როგორი ხასიათი აქვს. მეოთხე ეტაპი ეს არის თუ როგორ იკვებება ეს ადამიანი და როგორი სხეული აქვს მას. ანუ უნდა წარმოვიდგინოთ თუ რითი იკვებება ეს ადამიანი, ეს იქნება ბოსტნეული, სწრაფი კვება, ცომეული, ხილეული, რითი იკვებება მთელი დღის განმავლობაში. ანუ დაახლოებით უნდა იცოდეთ, თუ მთელი დღის განმავლობაში ეს ადამიანი რას მიირთმევს. მაგალითად, ის საუზმეს ყოველთვის ტოვებს და ყოველთვის საძილს და ვახშამით იკვებება და ამ პერიოდების შორის უყვარს ჯანსაღი სნექების მიღება. ეს ყველაფერი არის თქვენზე დამოკიდებული და ასევე მეორე, რომელიც ამ საკითხთან ახლოს არის, ეს არის თუ როგორი სხეული აქვს მას. ეს არის ფიზიკურად წარმოვიდგინოთ თუ მას რამდენი წონა აქვს, ესე ვთქვათ, რამდენს იწონის ეს ადამიანი. როგორი ფიზიკური აღნაგობა აქვს მას გამოკვეთილი წელი აქვს, ნავარჯიშები, ზურგი, ფეხები და ასე შემდეგ. ნებისმიერ ამ შეიძლება იყოს თქვენი ვარიანტი, შეიძლება იყოს ღიბიც, რატომაც არა. მეხუთე ეტაპი ეს არის თუ როგორი პარტნიორი არის ის, თუ როგორი მეგობარი არის ის და თუ როგორი თანამშრომელი არის ის. ეს სამი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. როგორც წინა ერთმანეთთან ახლოს საკითხები იყო და ამიტომ გავაერთიანე, აქ ცოტა სამი მაქვს, ცოტა ბევრი არის, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ცალ-ცალკე გააკეთოთ ეს ყველაფერი, ამიტომ პირველ რიგში უნდა მოიაზროთ ის თვისებები, ის ხასიათი, თუ როგორი ადამიანი ხართ თქვენ ურთიერთობაში, რისი დათმობა შეგიძლიათ, ის დათმობა არ შეგიძლიათ, ანუ სადამდე შეუძლიათ თქვენი საზღვრები უნდა იცოდეთ, ამიტომ თქვენ განსაზღვრეთ თქვენ საზღვრებს. ასევე თუ როგორ აბედნიერებს მის პარტნიორს, მის მეგობარს, მოკლედ ყველაფერი პარტნიორობასთან, მეგობრობასთან და თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაც ეს რო ვთქვათ, მოგაფიქრდებათ, რაც გინდათ და როგორც გინდათ რომ იყოთ, ჩამოწერეთ. შემდეგი ეტაპი ეს არის განსაზღვროთ ჩვენი იდეალური დღე. უბრალოდ თქვენი შექმნილი ალტერნატიული ეგოსი იდეალური დღე. ანუ როგორი დღე აქვს მას. რა არის მისთვის იდეალური დღე. ჩამოწერეთ და თუ შეძლებთ, რა თქმა უნდა, ძალიან მალევე მოახდეთ ამ ყველაფრის რეალიზაცია. შემდეგი ეტაპი არის, რა თქმა უნდა, თავდაჯერებულობასაც ხო უნდა შევხებოდი, ეს არის თუ განსაზღვროთ ჩვენთვის რა არის თავდაჯერებულობა. რას ნიშნავს ჩვენთვის თავდაჯერებულობა, იმიტომ რომ ვფიქრობ, ყველა ადამიანისთვის თავდაჯერებულობა სხვადასხვა რაღაცა არის. პირადად ჩემთვის თავდაჯერებული ადამიანი არის ადამიანი, რომელიც აკონტროლებს მის ემოციებს, მშვიდი, ღიმილიანი, კომუნიკაბელური, გახსნილი ადამიანი არის ჩემთვის თავდაჯერებული ადამიანი.
და ადამიანი რომელიც თავს კომფორტულად გრძნობს როგორც პირველ პრინციპს ცოტა შევეხე როგორც პირველ პრინციპში ვსაუბრობდი და ყველაზე ბოლო ეტაპი და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ უკვე არაფერს არ ვწერთ მაგრამ აქ უკვე საკუთარ თავს და სხვებს ვატყუებთ ვთვალთ მაქცობთ იმიტომ რომ ჩვენ იმისაც რომ ეს ადამიანი გავხდეთ ჩვენ ხო რეალურად არ ვართ ეს ადამიანი, ანუ ის ადამიანი შევქმნით, ვინც ამ ეტაპზე არ ვართ, ხო? შესაბამისად, ჩვენ პირველ ეტაპზე, ესე რომ ვთქვათ, თავის მეტყუების დაგვჭირდება, რომ სხვები მოვატყუოთ და საკუთარ თავიც მოვატყუოთ. რატომ? იმიტომ რომ არაბუნებრივი იქნება, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ, ესე რომ ვთქვათ, შევიმეცნოთ და პირდაპირ გავხდეთ ის ადამიანი, ვინც ჩვენ გვინდა. ეს ძალიან რთული და დიდხნიანი პროცესია და იმასაც მოკლედ ვიტყვი რომ ნუ ელოდებით რომ თქვენ გახდებით ეს ყველაფერი ერთ კვირაში ან ორ კვირაში ან ერთ თვეში ალბათ გააჩნია იმას თუ რა დონეზე გაქვთ ესე რომ ვთქვათ შექმნილი ალტერნატიული ექონი შესაძლებელია იქამდე დიდი დრო გჭირდებათ ზოგ შეიძლება ძალიან მარტივი ნაბიჯებით მიაღწიოს მაგ ყველაფერს გააჩნია სირთულეს ესე რომ ვთქვათ ამიტომაც ჩვენ პროექტში თავს ვიტყუებთ, შემდეგ კი ეს ყველაფერი იმდენად ბუნებრივი ხდება, იმდენად ბუნებრივი, რომ ჩვენ ხვდებით ჩვენი ალტერნატიული ეგო პირდაპირ, სულიად ვივიწყებთ ჩვენ იდენტობას. და იდენტობა ვახსენე და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც დროის შემდეგ და დროს აღარ დავაკონკრეტებ, იმიტომ რომ ყველა ადამიანისთვის ეს განსხვავებული იქნება. ეს იდენტობა, რაც ჩვენ ვქონდა წასულში, სულიად გააქრება და ჩვენი ალტერნატიული ეგო რაც იქნება დასახული და რასაც ვაპრაქტიკებთ, ის გახდება ჩვენი იდენტობა, მეგობრებო. ანუ ჩვენ გავხდებით ის, რასაც ადრე თვითონ თავს ვიტყუებით, რომ ვიყავით. ანუ იმისაც რომ თავდაჯერებული იყო, თავიდან უნდა მოიტყუო, რომ თავდაჯერებული ხარ. ისე უცებ ერთ დღეში ვერ გახდება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ რაღაცა ეტაპებით, თუნდაც თავის და სხვების მოტყუებით გავხდეთ ის, ვინც გვინდა რომ გავხდეთ. ახლა კი დროა საბოლოო ეტაპზე გადავიდეთ, მესამე ეტაპზე, სადაც მე გაძავთ პატარა დავალებას. ნუ სიმართლე გითხრათ, მეორე ეტაპიც გამოდის რომ დავალება, ეს თქვენთვის იმისათვის რომ შექმნათ თქვენი ალტერნატიული ეგო, მაგრამ ეს არის ის დავალება, რომელიც აუცილებლად უნდა გააკეთოთ. იმიტომ რომ ალტერნატიული ეგო შეიძლება წარმოსახვითად შექმნა. ან აიღო ცნობილი ადამიანი და მისი ქცევები, მისი დგომა, მისი ფიზიკური შეხედულობა გადმოიტანო შენში. და შეიძლება სულაც არ დაიხარჯო ამ ეტაპების წერით და ამ ეტაპების განსაზღვრით, მაგრამ მე გირჩევთ რომ ღრმად გააკეთოთ, ესე რომ ვთქვათ ეს იდენტიფიკაცია, ამ ყოველფრის იდენტიფიკაცია, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდეთ თუ რა გვინდა, არ უნდა დაგეზაროთ შრომა, არ უნდა დაგეზაროთ წერა. კარგი, პირველი გვაქვს ორი. პირველი ეს არის კითხვა რა გიშლის ხელს რომ გახდეს შენი ალტერნატიული ეგო? ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, ეს იქნება იყოს, შეიძლება იყოს კომპლექსები, სირცხვილი, დისკომფორტი, როდესაც შენ ვინც არ ყოფილხარ და ახლა რადიკალურად სხვა ადამიანი ჩნდები, სხვა ადამიანების თვალწინ, შენ ეს გიტყდება და თავს ძალიან უხერხულად გრძნობ. ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ აუცილებელი ამ ყველაფრის იდენტიფიკაცია, რომ თქვენ შეძლოთ ამ ყველაფრის დაძლევა. და მეორე, რომ არ გქონდეს არც ერთი ის კომპლექსი, რაც ახლა გაქვს, როგორ მოიქცეოდი სამსახურში, ურთიერთობებში, წვეულებაზე, მეგობრებთან, ახალ მეგობრებთან, უცხო ადამიანებთან, სრულიად უცხო გარემოში, საზღვარგარეთ და ასე შემდეგ. როგორ მოიქცეოდი, რომ არ გქონდეს ის კომპლექსები და ასევე დავამატებ, რომ წარსული არ გახსოვდეს. როგორ მოიქცეოდი? ხო, ძალიან თავდაჯერებული იქნებოდი, იმიტომ რომ ჩვენი წარსული ძალიან დიდ ზეწოლას ახდენ ჩვენს თავდაჯერებულობაზე, იმიტომ რომ
ის ძველი შეცდომები რაღაცნაირად თავს გვახსენებს. ამიტომ ეს ყველაფერი წარსულში უნდა დავტოვოთ, სადაც არის, სადაც უნდა იყოს, სადაც უნდა იგდოს. მეგობრებო, ჩემი ვიდეო დასასრულს უახლოვდება. ძალიან გამიხარდება თუ არ დაიშურებთ კომენტარებს, ლაიქებს. ვინაიდან ეს როგორც ვახსენე არის შემდგომ ძალიან დიდი мотиваცია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიდეო თქვენთვის რაღაც წილ საინტერესო იყო. და ასე რა თქმა უნდა სასარგებლოც, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს. ამიტომაც მომავალ შეხვედრამდე.